იღუმენი ნიკონი, ლოთობა. ძვირფასო სერიოჟა. გავიგე რომ თავიდან ფეხებამდე ეშმაკის მახეში გამბმულხარ. ნუ თუ ვერ ხედავ ამას, ნუ თუ ვერ ხვდები რომ მტრებ შენი დაღუპვა სურთ. დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დაგრჩენია. გონს თუ არ მოხვალ სიკვდილის შემდეგ პირდაპირ ეშმაკების ხელში ჩავარდები. ხომ იცი რა სასტიკებიც არიან ისინი. ერთადერთი სიამოვნება აქვთ კაცთა წარწმედა და წამება. ვერც კი წარმოიდგენს ვინმე რა საშინელებას, რა ტანჯვას განიცდიან ეშმაკების ხელში ჩავარდნილნი. უგუნური, ფუყი ადამიანები ზოგჯერ ამბობენ, სადაც ხვები, იქაც ჩვენ. ეს რა შეღავათია? ეშმაკები ყველას ეყოფიან. ამით ნურავინ ინუგეშებს თავს. სერიოჟა. უფალმა ბევრი რამ გასწავლა. შენ თვითონ დადე გამოსწორების პირობა. დრო ითხოვე სინანულისთვის. უფალმა მოგცა დრო. სიცოცხლე გაგიხანგძლება. სამსახურიდან გაგათავისუფლა. ყველაფრით უზრუნველყო. დახმარებაც მოგცა შესანანებლად მამა პავლესა და საკუთარი ცოლის სახით. შენ კი რა შვები? ზერელედ ამბობ აღსარებას და ლამის სიმთვრალეში ეზიარები. ეს რა არის? რას ფიქრობ? იცოდე, ღმერთი არა შეურაცხ იქმნების. უფალი ცოდვილთაგან სინანულს მოელის და ამიტომაც დიდხანს ითმენს. უგუნური ადამიანები კი ფიქრობენ, ცოდვილები კეთილდღეობაში ცხოვრობენ. ესე იგი, ღმერთი არ არსებობსო. ღმერთს ისინი ებრალება, ასწავლის სიკეთითაც და მწუხარებებითაც და ელის მათ გამოსწორებას. ხოლო თუ კი არ შეინანებენ, მაშინ ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში საკუთარ ნებას მიანდობს, რათა სიკვდილის შემდეგ მიეგოთ კუთვნილი. სიკვდილი ხშირად მართალთათვისაც კი მძიმეა. ცოდვილთა შესახებ კი ითქვა, სიკვდილი ცოდვილთაი ბოროტარს, ხოლო სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ კიდევ უფრო ბოროტი იქნება. სერიოჟა. შენ ხომ არც უჭკუო კაცი ხარ და არც უგულო. დაფიქრდი, საით მიდიხარ? გულწრფელად შეინანე მთელი გულით და არა გარეგნულად. ჩვევის თანახმად გულის ტკივილის გარეშე, როგორც ბევრი იქცევა. მერე კი ეზიარება თავის დასასჯელად. მაშინ რატომ იტირე უფლის წინაშე, მთელი გულით და ევედრე მოტევებას წარსული მახინჯი ცხოვრებისათვის? ითხოვე შეწევნა გამოსწორებაში. პირველ ყოვლისა კი გულწრფელად სთხოვე პატიება კატიას. შეურიგდი მას, რათა მანაც მთელი გულით გაპატიოს. როცა კაცს ვინმესთან უსიამოვნება აქვს, ღმერთი მის ლოცვებს არ იწყნარებს. შენ ეს იცი, ამიტომ შეურიგდი კატიას და ყველას, ვისაც რაიმე აწყენინე და მაშინ თამამად შეურგდი უფალს. შეინანე და ევედრე რომ არ მიგიშვას წარწყმედამდე. უფსკრულის პირას დგახარ. ეშმაკებს ადვილად შეუძლიათ ხელი კრან და ქვესკნელში გადაგაგდონ. თუ სმას თავს არ ანებებ, შინ დალიე, ნუ ამწარებ კატიას. სანამ დალევდე, 1-2 წუთი მაინც ილოცე და თქვი, უფალო, მე თვითონ არ შემიძლია არყის მისაგან თავი შეკავება. ახლა დავლებ, დავთვრები, შეიძლება ბილციტყობა დავიწყო და ცოლსაც ვაგინო. უფალო, თუ შესაძლებელია, შემაჩერე, ანდა შემინდებ, თუ ისევ დავთვრები. მას შემდეგ, რაც ასე ილოცებ, მოსვი და ეცადე ნაკლები დალიო. ხოლო როცა გამოფხიზლდები, პირველ ყოვლისა კითხე კატიას, რითიმე ხომ არ შეურაცხავი, უშვერი სიტყვებით ხომ არ ლანძღავდი და სხვა. შეურიგდი და ილოცე, რათა უფალმა მოგიტევოს.
ძვირფასო სერიოშა. იცოდე, რომ ზეცაში დიდი სიხარული დგას ერთი მონანული ცოდვილისათვისაც კი. თუ შეჩერება არ შეგიძლია, იგლოვე უფლის წინაშე, ევედრე მას, რომ შეგინდოს და მოგცეს თავშეკავების ძალა. ოღონდ გულწრფელად ინატრე, რომ არ შეურაცხო ღმერთი და მოყვასი. ნუ რა ვითარი გარამოებებით, ნუ იმართლებ თავს. ნუ რავის დაადანაშაულებ, საკუთარი თავის გარდა. თავის მართლებაში წარწმე დაიმალება. ეს ეშმაკების ხმა. დამდაბლდი ღვთისა და კაცის წინაშე. ნუ ქედმაღლობ, ნუ რავის განიკითხავ, რათა არც შენ განგიკითხოს ღმერთმა. ამოიღე მორი შენი თვალიდან და მერე ნახავ, როგორ უნდა ამოიღო ბეწვი სხვისი თვალიდან. შეიბრალე თავი, საბოლოოდ ნუ დაღუპავ. უფალმან განსწავლოს და შეგეწიოს და ნუ დაუშვებს იგი შენს წარწყმეტას. 1961 წლის 4 მაისი.